საშობაო წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა. მორწმუნეებმა კი ტრადიციული სადღესასწაულო მსვლელობა თითქმის ყველა ქალაქსა თუ სოფელში მოაწყეს. Როგორც ჩაიარა ალილომ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ნახეთ ჩვენ რეპორტაჟში. ნიშა და ნიკორა გორის ქუჩებში დღის პირველი საათისთვის გამოჩნდნენ. ხარები ალილოში მონაწილეობის მისაღებად სოფელ ოლოზიდან სპეციალურად ჩამოიყვანეს. ალილოს მსვლელობა გორის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მორწმუნეებმა ქალაქი გალობით შემოიარეს და ურემის საშობაო საჩუქრებით დატვირთეს. ლეცათხობულების და შიობა ყოფილიყოს ქვეყანებაზე ჯანმრთელობა, ბედნიერება. დღევანდელი დღე არის კარგი და ძალა და ღონიერი რა. შობის ხატით საწინამძღვრო ჯვრებითა და დროშებით ქრისტეს მახარებლებმა ალილოს მსვლელობა გვიან ღამით დაიწყეს დუშეთში. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მორწმუნეებმა ყველა ოჯახს ლოცვით უფლის დაბადება ახარეს. Alles გილოცავთ ქრისტეს შობას, მოგილოცავთ სრულიად საქართველოს და მთლიან ქრისტიანულ სამყაროს. დღეს ვიყავით ამ დღესასწაულზე და ძალიან ბედნიერები ვართ. ლანჩხუთში სოფელ შუხუთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაწყებული ალილოს სადღესასწაულო მსვლელობა მთელ რეგიონში გაგრძელდა. მოსახლეობა შობის მახარებლებს ტკბილეულსა და სურსაც გადასცემდა. ალილოს დასრულების შემდეგ კი შეგროვებული ნობათი მიუსაფარ ბავშვთა სახლს გადაეცა. ყველა წევრად ჩვენ ალილოზე ვიკრიბებით ლანჩხუთის რაიონში, ჩამოვივლით მოსახლეობაში, შეწირულებებს აკეთებენ. შემდეგ ეს შეწირულება რა თქმა უნდა გაჭირებულებს ყველა შეწირულებულ ადამიანებს ურიგებთ და ულოცავთ ამით ლანჩხუთის რაიონში. ქალაქის მთავარი ტაძრებიდან ერთდროულად დაიწყო ალილოს მსვლელობა ზუგდიდში. ქრისტეს მახარებლებმა ლოცვითა და გალობით ურმებით შემოიარეს ყველა უბანი და სადღესასწაულო მსვლელობა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძართან დაასრულეს. შეგროვებული საჩუქრები კი დღის ბოლოს სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცეს. ზუგდიდის გამგეობამ საშობაო საჩუქრები მეოთხე სასჯელახსრულების დაწესებულების პატიმრებსაც შეუგზავნა. ბევრში მოგილოცავთ მერთმა გაგახაროთ და მერთმა გაგაძლიეროთ. შობას გილოცავ და საოცარი დღესასწაულია ვხედავ და მადლობა უფალს, რომ ყველა გამოვდივართ გარეთ და აი ამ ერთად ვზეიმობთ ამ დიდ დღესასწაულს. სადღესასწაულო მსვლელობა გამართეს ალილოს მონაწილეებმა ქუთაისშიც. ქალაქის ქუჩები მორწმუნეებმა გალობით შემოიარეს და შეგროვებული საშობაო ნობათი ინვალიდთა და მიუსაფარ ბავშვთა სახლებს გადაუნაწილეს. ქუთაისში ტრადიციულად შობას ვხდებით ესე ცირეოდენი სურსაცანოვაგით აგროვებთ ქალაქში და შესაბამისად მიგვაქვს ინვალიდთა პანსიონატში, რომელიც ბოლო წერტილი ღონისძიების იქნება იქ. გილოცავთ სრულიად საქართველოს, მართლმადიდებელ მოსახლეობას, ყველას, შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს დღესასწაული და ეს დღე ყოფილიყო საქართველოს ყოველივე სიკეთის საწყისი, ყოველივე ახლის, ახალი შობადობის. საშობაო ალილო ბათუმის ქუჩებში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან ზუსტად 12 საათზე დაიწყო. მსვლელობა გალობით წარიმართა. სასულიერო პირებმა და მორწმუნეებმა თითქმის ყველა უბანში შეაგროვეს საჩუქრები და ტკბილეული, რომლებსაც მოგვიანებით მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლებს და სათნოების სავანეს გადასცემენ. მსვლელობას აჭარის მთავრობისა და ქალაქის მერიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ეს კიდე ერთხელ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად ვართ ძლიერები, ღმერთმა გაგვაძლიეროს, სულიერ სიძლიერეშია ჩვენი ძლიერებას, ღმერთმა გაგვამთლიანოს, გაგვაერთიანოს და დღევანდელმა დღემ და ასეთმა დღემა კიდევ ერთხელ უნდა გვაჩვენოს, როგორც ძლიერები ვართ ერთად. შობის დღესასწაული საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღინიშნა. ალილოს მსვლელობა მორწმუნეებმა საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში მოაწყვეს. მთელი ღამის განმავლობაში წირვა-ლოცვა მიმდინარეობდა ნეკრესის მამათა მონასტერშიც. აქ დღეს ქრისტეს შობასთან ერთად წმინდა მამის აბიბოს ნეკრესელის ხსენებასაც აღნიშნავენ.